დროა გავიგოთ, დროა ვიმშელოთ, დროა მივიღოთ პასუხები. Talk-show ქრონომეტრი. ეკავებ ხოცესთან ერთად. რადიო იმედზე. სოფლიო მასშტაბით საფრთხეების შეფასების თაობაზე ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც ეროვნული დაზვერვის დირექტორმა ჯეიმს კლაპერმა 9 თებერვალს ამერიკის სენატის შეერაღებული ძალების კომიტეტს წარუდგინა, ნათქვამია, რომ მზარდმა იმედგაცრუებამ საქართველოს ელიტებსა და საზოგადოებაში დასავლური ინტეგრაციის ნელტებთან დაკავშირებით სულ უფრო ეფექტურმა რუსულმა პროპაგანდამ გაზარდა იმის პერსპექტივა, რომ თბილისმა შესაძლოა შეანელოს ან შეაჩეროს უფრო მეტი ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმართული ძალის ხმევა. ამ თემაზე და ასევე რუსული პროპაგანდის გაძლიერებაზე, სხვა საგარეო საკითხებზე ვისაუბრებს დღეს ეთერში. ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ საქართველოს განვითარების ფონდის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი გიორგი რუხაძე. Talk-show ქრონომეტრი. ეკავებ ხოცესთან ერთად. რადიო იმედზე. საღამშვიდობის მოგესალმებით, მე ეკავებ ხოცე ვარ, ეს არის გადაცემა ქრონომეტრი და გიორგი რუხაძე გახლავთ ჩვენი გადაცემის სტუმარი, როგორც უკვე გითხარით, საღამშვიდობის გიორგი. საღამშვიდობის, მივესალმები რადიო მსმენელს. დიდი მადლობა რომ მოგბრძანდით ჩვენთან სტუდიაში 292 292 გახლავთ ჩვენი ტელეფონის ნომრები, თუ კი ჩვენ საკითხები რომელზეც დღეს ვისაუბრებთ და გაინტერესებთ და რაიმე კითხვებიც გაგიჩნდებათ, შეგიძლიათ დარეკოთ ამ ტელეფონის ნომრებზე და დასვათ შეკითხვები პირდაპირ ეთერში. გიორგი, მე შესავალი გავაკეთე და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გუშინ გაკეთდა ამაზე სხვათა შორის გარკვეული კომენტარებიც თბილისშიც და არის სხვადასხვაგვარი აბსოლუტურად წარმოდგენები და შეფასებები შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილემაც კი განმარტა რომ რაღაცნაირად არასწორად იქნა გაგებული სენატში გაკეთებული ეს განცხადება ეს იყო ჯეიმს კლაპერის 9 თებერვალს სენატის შეერაღებული ძალების კომიტეტს წარუდგინა მან ეს ანგარიში და იქ საუბარი რაღაცა ერთი აბზაცი დაეთმო საქართველოს და საუბარი იყო რომ აი წავიკითხავ კიდევ ერთხელ რომ ეს არის მზარდმა იმედგაცრუებამ საქართველოს ელიტებსა და საზოგადოებაში დასავლური ინტეგრაციის ნელტებთან დაკავშირებით სულ უფრო ეფექტურმა რუსულმა პროპაგანდამ გაზარდა იმის პერსპექტივა რომ თბილისმა შესაძლოა შეანელოს ან შეაჩეროს უფრო მეტი ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმართული ძალის ხმევა. როგორ გაიგეთ თქვენ ეს განცხადება? დავიწყებ იქიდან რომ შევაფასებ თვითონ დოკუმენტს და გეთანხმებით იმაში რომ ეს დოკუმენტი არ ეხება მხოლოდ საქართველოს მხოლოდ ერთი მცირე ნაწილი ეხება, შეფასებულია ზოგადად საფრთხეები ქვეყნების მიხედვით, მათ შორის ანუ რუსეთის მხრიდან მომავალი საფრთხეებია გაზრდილი, შეფასებულია კიბერსაფრთხეები, სხვა ტიპის საფრთხეები, ამერიკის შეერთებული შტატების ასე ვთქვათ, რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მოკავშირეები დაიცვას, ნატოს ძალების გაძლიერება, სხვა უამრავი რამ არის ამ დასკვნაში. მაგრამ ერთი რამ რაც საყურადღებოა და რასაც ყველამ უნდა მიაქციოს ყურადღება არის ის, რომ ეს არ არის პოლიტიკური დოკუმენტი. ეს არ არის პოლიტიკოსების ნაზრევი. ეს არ არის ერთი რომელიმე პარტიის, ან პარტიათა ჯგუფის, ან პოლიტიკოსთა ჯგუფის ხედვა. ასე რომ იყოს, უფრო რბილად შევხედავდი ამ დოკუმენტს, მაგრამ რადგანაც დოკუმენტი წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების სადაზვერვო სამსახურის, მოდი ასე ვთქვათ, დასკვნას, ჩემთვის ეს ყველაფერი ძალიან საგანგაშოა. იქიდან გამომდინარე, რომ დოკუმენტი ასახავს ობიექტურ რეალობას. ხო, მაგრამ აი მაგეთ რა ქვევიტყვი გიორგი უკაცრავად? თუ შეიძლება ეს დოკუმენტი არ არის განკუთვნილი საქართველოს ხელისუფლებისთვის, არც ზოგადად საზოგადოებისთვის. ეს არის ძალიან სპეციფიკური დოკუმენტი, რომელიც განკუთვნილია ამერიკელი პოლიტიკოსებისთვის, იმ პოლიტიკოსებისთვის, რომლებიც პირდაპირ არიან ჩართული საგარეო პოლიტიკაში, უსაფრთხოების პოლიტიკაში და შეიარაღებული ძალების საკითხებში. არის თუ არა შეფასება საქართველოში არსებული ვითარების შეფასება არის თუ არა ამ დოკუმენტში, იმიტომ რომ ელჩის მოადგილემ განაცხადა, რომ ეს ასე არ არისო, რომ ძალიან მკაფიოდ მინდოდა მეთქვა, რომ ამ თვალსაზრისით აბსოლუტურად არანაირი ეჭვი არ აქვს, რომ ვთქვათ, მთავრობა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ერთგულიაო. აქ გაიგეს ისე, რომ თითქოს მთავრობის კურსის ცვლილება ხდება. მოდი აი ამაზე რომ გავაკეთოთ აქცენტი. აქაც დაგეთანხმებით, არასწორად იქნა დოკუმენტი გაგებული და შემდეგ ასე ვთქვათ ინტერპრეტირებული და ამას სხვათა შორის ძალიან კარგად გამოხატავს პირველადი რეაგირებები საქართველოს ხელისუფლების მხრიდან და შემდეგ უკვე მეორადი რეაგირება, რომელიც უფრო ბევრად თავშეკავებული იყო. საქართველოს ხელისუფლებამ აქ დაინახა ის, რომ თითქოს ამერიკის ხელისუფლება ანუ
კა, მოდი ასე ვთქვათ, ადანაშაულებს მას იმაში, რომ ის ასე ვთქვათ, კურსს იცვლის. და რეალურად ამაზე არ არის კომენტარები იყო ასეთი გიორგი ვიდრე ხელისუფლების სხვა რამეზეა აქ არის ასახული რა რომ ამერიკის შეერთებული შტატების სადაზვერვო სამსახურმა დაინახა ტენდენცია პირველი რომ ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის შენელებული ერთი რატომ რისთვის ეს ცალკე საკითხია და მეორე რომ მოსკოვი ბევრად უფრო ეფექტურად ახორციელებს თავის გეგმებს, თავის ასე ვთქვათ, გნებავთ პროპაგანდას, გნებავთ ინტერესებს, ვიდრე აქამდე აკეთებდა, შესაბამისად ეს ორი მიმართულება თუ აი ამ ასე თქვა, მან თუ გააგრძელა სვლა ამ მიმართულებით, შედეგად მივიღებთ დიდი ალბათობით იმას, რომ საქართველოს თბილისი ხელისუფლება ვინც იქნება რა მნიშვნელობა აქვს, ვეღარ გაუწევს აი ამ ყველაფერს წინააღმდეგობას და ეს იქნება ობიექტური რეალობა. აი ეს წერია დოკუმენტში და კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ბევრად უფრო საგანგაშოა, ვიდრე რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფს რო ეთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება არის ან კურსიცვლის, ან პრორუსული, ან რაღაცა. იყო ასეთი შეფასებებიც, იგივე ვთქვათ ოპოზიციურ პარტიების მხრიდან. მე ასე არ ვაფასებ ამას, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს კიდევ უფრო ცუდია, იმიტომ რომ ასახავს ობიექტურ რეალობას, რაც ხდება რეგიონში. მიუხედავად იმისა, ხელისუფლებას ეს უნდა თუ არ უნდა. რაში გამოიხატება ევროინტეგრაციისკენ კურსის შენელება? აი, რაღაცა ნიშნები არსებობს, ვთქვათ, მოდით, შიდა პროცესებს რო გადავავლოთ თვალი. ეს სახეზე გვაქვს, ესეთი მანიშნებელია, რუსენეთშიც გაკეთდა ამაზე განცხადება. კი ბატონო, ანუ დავიწყოთ იქიდან, რომ ამის შიდა ფაქტორებიც არსებობს და არსებობს გარე ფაქტორებიც. აი, როგორ იზომება ევროინტეგრაციის სისწრაფე? ხო, ანუ იბიზიომება ნაბიჯების სისწრაფით. რეალურად ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი ევროკავშირთან ინტეგრაციის თვალსაზრისით რაღაც ნაბიჯები გადაიდგა, იმიტომ რომ უბრალოდ შედეგები დაიდო. მაგრამ ეს შედეგები არის თუ არა ამ ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგი, სწორედ აი აქ არის კითხვის ნიშანი. თუ გადავხედავთ რეალურად რა მივიღეთ 2014-2015 წლებში. ეს იყო ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, ეს იყო თავისუფალი ვაჭრობა ევროზონასთან და ეს ძალიან დიდი ალბათობით უკვე ზაფხულში იქნება უვიზო მიმოსვლა. ანუ ეს სამი მნიშვნელოვანი კომპონენტი. ეხლა შევხედოთ, როდის დაიგეგმა ეს ყველაფერი? ეს ყველაფერი დაიგეგმა 2009-2011 წლებში და შემდეგ უკვე ინერციით, მე არ ვამბობ, რომ ამ ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა ამისთვის, მაგრამ ძალიან დაჩქარდა მე თუ გითხავთ არა? მე გეტყვით ასეთ რამეს, მე მიმაჩნია, რომ ეს დაჩქარება იყო არა ამ ხელისუფლების გადადგმული ნაბიჯების შედეგი, არამედ გეოპოლიტიკური მდგომარეობის შედეგი. მე უფრო მაგალითად ასოცირების ხელშეკრულების დაჩქარებას მივაწერდი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს და არა იმას, რომ ხელისუფლებამ კარგად შეასრულა რამე. ამაზე სხვადასხვა სამუშაოები არის შესრულებული, მოდით ამაზე რომ არაფერი გაუკეთებია ამ ხელისუფლებას. ჩვენ ამ ეთერშიც გვისაუბრია ამაზე ძალიან ბევრი. ეს ყველაფერი მიიღო საქართველოს, მაგრამ თავარი მაინც სხვა არის. გასული 3 წლის განმავლობაში ვერ მოხდა ანუ შემდეგი ნაბიჯების გადადგმა იმისათვის, შესაბამისი დაგეგმვა იმისათვის, რომ უკვე 2017-2020 წლებში საქართველოს მიიღოს შემდეგი რაღაცები. ეხლა მე თქვენ დაგისვავთ კითხვას და იგივე კითხვა დაუსვი არაერთხელ ქართულ მაღალჩინოსანს და პასუხი ვერ მივიღე. აი, ზაფხულში რომ მივიღებთ სავიზო ლიბერალიზაციას. აი, შემდეგი ნაბიჯი რა არის? 2017 წელს რას ვიღებთ? ანუ 2018 წელს რას ვიღებთ? ანუ 2019 წელს რას ვიღებთ? ანუ არა გვაქვს გაწერილი იმის შემდეგ რა ხდება? და მეწმუნეთ, ეს თუ არ იქნება დღეს გაკეთებული, იმიტომ რომ ეს ყველაფერი მივიღეთ 2014 და 2016 წლებში, იმიტომ რომ ამ ყველაფერს საფუძველი ჩაეყარა 2009-2011 წლებში. ის რომ არ ყოფილიყო, ეს არ ჩამოფრინდებოდა ციდან. შესაბამისად, ის საფუძველი რაც უნდა დაედოს უკვე შემდგომ წლებში რაღაც ახალ ნაბიჯებს, ეს არ არის ჩაყრილი. აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრი მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები ვერ ხედავს გაგრძელებას აი ამ ყველაფრის და მისის შიში რომ ევროატლანტიკური ინტეგრაცია შენელდება ლეგიტიმურია. არჩევნების შემდეგ ეს ძალიან საინტერესო არჩევნებზე რატომ არის აქცენტი გაკეთებული? მოდით მსმენელი ყავს გიორგი მოусმინოთ და რო არ ვალოდინოთ გისმენთ საღამშვიდობის. გამარჯობათ კალათმოგესალმებით. მიესალმებით კენსტომარს და ვინ მზადდება ხო ვერ მეწყით? გიორგი რუხაძე გახლავთ. გამარჯობათ. ბატონო გიორგი, იცით რა შეა საქმე? მე მგონი ამერიკის უშიშროების სახურის წარმომადგენლის შვიდმანის განცხადება იმასთან დაკავშირებით რაც მან გააკეთა
სამართლიანი იქიდან გამომდინარე, რომ როდესაც საქართველოს პრაქტიკულად ამ სოციალური პრობლემების შემდეგ დემოკრატიიდან გამომდინარე უცვლი ღირებულებებს და აზრებს და არაძლევ დემოკრატიული ღირებულებიდან გამომდინარე, რომ აირჩიოს ის ღირებულება ზნეობრივი და კულტურული სურს თუ არა, რაც ამ დემოკრატიულ სამყაროში არის, მაგალითად, როგორც იძახიან, ერთ სქესიანთა ქორწინება და ამის აპელირებას აკეთებდა. იქამდე მიყავს სახელმწიფო, რომ დღეს უკვე გვიხდება ჩვენ ქორწინების განმარტება, რა ნიშნავს ქორწინება და ვისთან მიმართება შეიძლება ის კანონიერად, რომ კონსტიტუციაში შევიტანოთ და რა არის ოჯახი, ამდენი ხნის განმავლობაში რისი პრობლემა ჩვენ არ გქონია, თავისთავად ცხადია, რომ ეთყობა შიშია იმისი, რომ თუ საქართველოს ისტორიულად ორჯერ მოახდინა ორიენტაცია რუსეთის ზნეობრივი და ეკონომიკური სიტუაციის გამომდინარე, ეთყობა მესამე და სამართალიც არ გააკეთონ, იმიტომ რომ დემოკრატია ჩვენ არ უნდა გვაძალებდეს, მაგრამ დემოკრატიამ შეიძლება დაგვაძალოს, იმიტომ რომ რუსეთი აპელირებს ახლა იმით, რომ იქ არ არის მხარდაჭერა ერთ სქესიან ქორწინებასთან დაკავშირებით. გასაგებია, რასაც ამბობ, ძალიან დიდი მადლობა შეკითხვისთვის. კარგით, ეხლა გადავალ მეორე ნაწილზე, ამ შემთხვევაში ამერიკის სადაზვერო სამსახურის ეს არის რუსული პროპაგანდა. დიახ, ამაზე აუცილებლად ვისაუბრებთ ამაზე. ეს არის რეალურად აი იმ რუსული პროპაგანდის შედეგი, რომელიც ძლიერდება და რომელზეც ეს სენატის დასკვნაც ლაპარაკობს. ხო, იქაც არის უხილი ამაზე და ამაზე. მოდი დავიწყოთ იქიდან, რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, დასავლური ინტეგრაცია არანაირად არ ნიშნავს მსგავს სქესიანთა ქორწინების დაკანონებას. იგივე ევროკავშირში არის ათობით ქვეყანა, სადაც ქორწინება არის ერთი ქალისა და ერთი მამაკაცის ერთობა და არც ასოცირების ხელშეკრულება, არც ევროკავშირის წევრობა და არც ნატოს წევრობა არანაირი ფორმით არ არის დაკავშირებული ამ საკითხთან. ეს არის ელემენტარული მართლა რუსული პროპაგანდის ნაწილი, რომელიც აიგივებს თანაბარ მსგავს სქესიანთა ქორწინებასა და დასავლეთს, რაც ძირშივე არასწორია. დავბრუნდები მეორე კომპონენტს. ერთი ეს იყო, რომ დასავლური ინტეგრაციის შენელება და თქვი, აი რაც დაინახა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ჩემი აზრით, და მეორე რუსული პროპაგანდის და რუსული ინტერესების გაძლიერება. ძალიან გლობალურია, მე მგონი რუსული პროპაგანდა, არა მარტო საქართველოში, მოდით ამაზეც არის. ზოგადად შეგვიძლია ვისაუბროთ, მაგრამ მივიტყვი, აქ რაში გამოიხატება ასე ვთქვათ საქართველოში გაძლიერება რუსული პროპაგანდის, იმიტომ რომ გლობალური ეს საკითხი ყოველთვის იყო. მერწმუნეთ 2006-2010 წლებში ევროკავშირის ქვეყნებში უფრო ინტენსიურად მიდიოდა რუსული პროპაგანდა, თუმცა საქართველოში ეს არ იგრძნობოდა. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა შესაბამისი პოლიტიკა რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ. ხა რეალობა მაშინაში გამოიხატებოდა, ეხა ვიცით ეს რაღაც აკრძალვები იყო, ხო, რაღაც რუსული არხების. ამ ასე ვთქვათ დეტალებში არ შევალ, ეხლა რა ფორმით იყო, მაგრამ მე საუბრობ იმაზე, რა არის და ფაქტია, რომ ეს ყველაფერი აისახება საზოგადოებრივ განწყობაზე. ხო, შეგვიძლია შევადაროთ კვლევები 2012 წლის, 2015 წლის კვლევებთან და დავინახავთ, რომ ასე ვთქვათ პრორუსული სენტიმენტები, იგივე ევრაზიული კავშირის მომხრეთა რაოდენობა, ასე ვთქვათ პრორუსული რად მოაზროვნე ადამიანთა რაოდენობა, ყველა კვლევა აჩვენებს რაღაცა ფორმით, რომ ეს გაზრდილია, ხო, მაგრამ ეს პროპაგანდის ბრალია. აუცილებლად პროპაგანდის ბრალია და პროპაგანდის გაძლიერება რისი ბრალია, იმასაც გეტყვით. პროპაგანდის გაძლიერება რეალურად არის ხელისუფლების პოლიტიკის ბრალი. ანუ პოლიტიკა გამოიხატება რაში? რომ საქართველოს გასული 3 წლის განმავლობაში საქართველოს პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში იყო კომპრომისების პოლიტიკა. ანუ ყველაფერი აწყობილი იყო იმაზე, რომ რუსეთი არ გაღიზიანდეს და ჩვენ მცირე რაღაცეებზე, როგორც არის რუსული არხების მაუწყებლობა, რუსული არასამთავრობო სექტორის საქართველოში, ასე ვთქვათ, გააქტიურება, ამაზე ნუ გავაკეთებთ რეაგირებას, იმიტომ რომ არ გავაღიზიანოთ მოსკოვი. ანუ სწორედ აი ამ პოლიტიკის შედეგია იგივე მასმედიის ამ ფორმით გააქტიურება და არასამთავრობო სექტორში. ეხლა მე შემიძლია აი აქ მაქვს კომპიუტერში 20-მდე ორგანიზაცია, რომელიც დღეს ძალიან აქტიურად თავისუფლად მოქმედებს თბილისში, განსაკუთრებით სასაზღვრო რეგიონებში, რომლებიც დღისით, მზისით აშკარად ახორციელებენ რუსულ პროპაგანდას და პარალელურად ანტიდასავლურ პროპაგანდას. ზუსტად ის ნარატივი, ახლა რაც მოვისმინეთ, ერთ-ერთი
რადიო მსმენელისგან სწორედ აი ამის ჩანერგვა ხდება, რომ აი ევროინტეგრაცია რას ნიშნავს, რომ ჩვენ დავკარგავთ თვითმყოფადობას, ჩვენ დავკარგავთ ქართველობას, ჩვენ დავკარგავთ რაღაცა ტრადიციებს. კი ბატონო, აი რამდენად აქვს სწორად ახსნილი საქართველოს მთავრობას რა არის ზოგადად დასავლეთი, ევროკავშირი, ნატო, მოდი ამაზეც აუცილებლად ვისაუბრებ და საუბარი იყო იმაზეც, რომ რუსულენოვანი არხი გაიხსნა საქართველოში, რომელიც გარკვეულწილად დაუპირისპირდება ამ პროპაგანდას. ეს რამდენად არის გამოსავალი, სხვადასხვა მოსაზრებები იყო ამ თემაზე. დავბრუნდებით რეკლამის შემდეგ, დაგველოდეთ. Talk-show ქრონომეტრი. ეკა ვებხვაძესთან ერთად. რადიო იმედზე. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში საქართველოს განვითარების ფონდის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი გიორგი რუხაძე გახლავთ ჩვენი გადაცემის სტუმარი. საუბრობთ საგარეო საფრთხეებზე და ეხლა საუბრობდით რუსულ პროპაგანდაზე და მსმენელმა დარეკა გიორგის თავისებურ წარმოდგენას შეექმნა ზოგადად აი ამ რუსულ ნარატივზე ჩვენს ქვეყანაში. დღეს საუბარი იყო იმაზე, რომ შეიქმნას თუ არა რუსულენოვანი არხი, სხვათა შორის, რომელიც თქვა დაუპირისპირდება ამ პროპაგანდას. მე მოვისმინე ექსპერტები ამბობდნენ, რომ ეს არაფერს არ შეცვლის, სულ სხვა რამე აქვს საჭირო და არა ის, რომ რაღაცა რუსულენოვანი არხი შეიქმნას, იმიტომ რომ რუსულენოვანი მოსახლეობა ახლა არც ისე დიდი არ არის, თქვათ, ქვეყანაში, თუმცა არის რა თქმა უნდა. იქნებოდა თუ არა ეს გამოსავალი, თქვათ, რაღაცა აი მედია ბერკეტი ამ კუთხით, თუ აი ქართულმა არხებმა რაც არიან, იმათმა უნდა იზრუნონ ამაზე და სხვა კუთხით გაძლიერდეს. სანამ ამ საკითხზე გადავალ, მინდა დავასრულო ის რაზეც საუბრობდი, რომ არსებობს ასეთი მითი, რომ ევროინტეგრაცია საფრთხეს უქმნის ქართულ ტრადიციულ კულტურას, თვითმყოფადობას, ერის და ასე შემდეგ. მე მინდა მივეხმარო ახლა ხელისუფლებას იმ თვალსაზრისით, რომ ეს ასე ვთქვათ, კონტრპროპაგანდა უნდა იყოს ძალიან ძლიერი და ჩემი გამოცდილებით შემიძლია უთხრა ძალიან ცხოვრების დიდი ნაწილი ევროკავშირში მაქვს გატარებული, მინდა რადიო მსმენელს და მინდა გითხრათ, რომ 29 წევრია დღეს ევროკავშირში შედის. ამ 29 ქვეყნიდან ნახევარი დაახლოებით არის საქართველოს ზომის, ან ცოტა პატარა, ან ცოტა დიდი. ამ ქვეყნებმა სწორედაც რომ ევროკავშირში გაერთიანების შედეგად შეინარჩუნეს თავიანთი თვითმყოფადობა, კულტურული ტრადიციები და მეტიც ევროკავშირი სწორედ იმიტომ შეიქმნა, რომ მისი წევრი ქვეყნები დაიცვას როგორც სამხედრო თვალსაზრისით, როგორც ეკონომიკურ კეთილდღეობაზე იზრუნოს, ასევე მათ თვითმყოფადობაზე იზრუნოს. მე არ მესმის თუ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი, რატო იქნება ის გამონაკლისი? იმიტომ რომ ჯერჯერობით არავის არ დაუწყია ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან იმაზე საუბარი, რომ ვაიმე თურმე მათ დაკარგეს თვითმყოფადობა. აქედან გამომდინარე, ესეც მითია და ესეც ერთგვარად რუსული პროპაგანდის ნაწილია. ახლა რაც შეეხება იმას, მოდი მსმენელს მოусმინოთ, დრო არ ვალოდინოთ, გისმენთ საღამოშვიდობის. შენიშნა მინდა წამყვანს მივცე. თქვენ ამბობთ, რომ არ არის რუსულენოვანი. როგორ არ არის შედალოცული 780,000 არაქართველი ცხოვრობს და ისინი ხო ქართულად ფაქტიურად არაზრუნებენ და არ ლაპარაკობენ, არა? ყველა რუსულ ენაზეა. აზერბაიჯანელების ომხები და დანარჩენი სხვა ვინც გინდა ჩამოთვალეს. და რატო არა საჭიროა? მე არ მithქვამს, რომ არ არის საერთოდ, არ არის დიდი რაოდენობა. გაბრაზდა მოსმენელი, მე არ მithქვამს, რომ რუსულენოვანი მოსახლეობა არ გვყავს ეს კაბატონიკა თქვენ გააბრაზეთ რადიო მსმენელი. სწორად ვერ გაიგო, კი ბატონო. და გავაგრძელებ იმას, რამდენად უშველის, მე სამ შემთხვევაში დავეთანხმები აი ამ რადიო მსმენელს, იქიდან გამომდინარე, რომ შეიძლება ასე ვთქვათ, იმ ადამიანთა რაოდენობა, რომელთა პირველი ენაა რუსული, ასეთი ბევრი არ იყოს საქართველოში. მაგრამ თუ შევადარებთ მეორე ენის თვალსაზრისით, რუსული ჯერ კიდევ ძალიან უსწრებს ინგლისურს. ანუ დღევანდელი მდგომარეობით თუ არ ვცდები 14% საქართველოს მოსახლეობის საუბრობს ინგლისურად. ხო, ნუ ეს ახალგაზრდა თაობაში უკვე აღარ, მაგრამ ბევრად მეტია, კი ბატონო. აქედან გამომდინარე, აღქმის თვალსაზრისით არა მხოლოდ პირველი ენაა მთავარი, არამედ მეორე ენაც და სწორედ აი ამ კომპონენტში რუსული ენა ჯაბნის ინგლისურს და აქედან გამომდინარეა მნიშვნელოვანი, რომ რუსულ ენაზეც ალტერნატიული, ასე ვთქვათ, არხები არსებობდეს და არა ისინი მხოლოდ, რომლებიც მოსკოვიდან მაუწყებლობენ. აქედან გამომდინარე, რუსული არხის გახსნა
კარგი ნაბიჯი იქნება. პოზიტიური ნაბიჯი იქნება. იანკელი თქვა, რომ არ ვერაფერს ვერ ხედავ ამაშიო. პირიქითო, ეს ძალიან კარგია დღეს. არ უნდა ვიყოთ მიამიტები და არ უნდა შევხედოთ ამას, რომ აი გავხსნით დამატებით ერთ რუსულ არხს და ამით ეს პრობლემა მოგვარდება. რამდენად გვარდება პრობლემა ამაშია საქმე. აქ მე პირადად პიკი მქონდა გახსოვთ ეს არხი. ეს არხი თავის დროზე თქვა გარკვეულ გავლენებს ახდენდა, როგორ ფიქრობთ? აი მე ხა ამ გადასახედიდან და შეიძლება მე მის დახურვას არ მივესალმე, როდესაც ეს მოხდა, იმიტომ რომ მე ვერ ხედავ რას აფუჭებდა. შეიძლება ხა რაღაცა რევოლუციას არ ახდენდა, მაგრამ უარყოფითადაც არ მოქმედებდა და მიმაჩნია რომ ის თანხა რომელიც იხარჯებოდა პიკზე დღეს ბევრად უფრო არამიზნობრივად იხარჯება სხვადასხვა მიმართულებებით. ასე რომ არ ამგონია რომ პიკის დახურვა რამე გამოსავალი ყოფილიყო, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ეს არის კარგი ნაბიჯი, მაგრამ აუცილებელია ვიფიქროთ არა მხოლოდ რუსული არხების, არამედ ქართული არხების და მათ შორის პრესის მიმართულებით თუ რა იწერება და ძალიან ყურადღება უნდა მივაქციოთ რომ რუსული აი ვინ არის ჩართული, ან ვინ ფინანსდება რუსული წყაროებით. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ასევე მნიშვნელობა აქვს ერთ რამეს, ანუ მე ხშირად მესმის ხოლმე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, რომ აი ჩვენ ვერ ავკრძალავთ რუსულ არხებს, იმიტომ რომ ეს რაღაცა გარკვეულ აკრძალვა დაღიქმება თუ არა, ხელისუფლება საუბრობს ამას. მე ვსაუბრობ ხოლმე იმაზე, რომ აი 2012 წლამდე ხო საქართველოს საკაბელო ქსელებში არც ერთი რუსული არხი არიდო. გარდა რამოდენიმე ეს მისაღები იყო და კარგი იყო. ეხა ამაზეც არის დავა. 2012 შემდეგ მართლა უმეტესობა რუსული არხები დევს უცხოური არხებიდან. ანუ მისაღებია თუ მიუღებელია. მე მიმაჩნია რომ თუ კი იქნება პოლიტიკური ნება, შესაძლებელია გამოიძებნოს ლეგიტიმური მეთოდები იმისათვის, რომ მოხდეს იმ არხების გარიყვა საკაბელო სივრცეებიდან, რომლებიც პირდაპირ პროპაგანდირებენ რუსულ, ასე ვთქვათ, რომელიც პირდაპირ ემსახურებიან კრემლს. ხო, რაღაცა შეიძლება მოხდეს გაცხრილვა. ანუ დავიწყოთ იქიდან. აი მაგალითად მეტრულ თქვენ ჩემზე კარგად გეცოდინებათ, რომ მეტრულ სიხშირეზე უცხოური არხი ვერ დაჯდება, თუ არ არსებობს შეთანხმება ორ ქვეყანას შორის. მე გავიარე კონსულტაცია იურისტებთან და მათ დამიდასტურეს, რომ თუ კი ხელისუფლების მხრიდან იქნება ნება, ეს შესაძლებელია გავრცელდეს საკაბელო არხებზეც. და ანუ თუ კი გვინდა რომ საქართველოში რომელიმე საკაბელო, ასე ვთქვათ, სივრცეში მაუწყებლებდეს რუს მოგესა ORT, NTV სხვა დანარჩენი, ამისათვის საჭირო უნდა იყოს საქართველოსა და რუსეთის შეთანხმება. აი აქ იწყება საინტერესო რამ, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება დაადგება და შეთანხმდება რუსეთთან, რომ კარგით იყოს ORT, NTV და სხვა სახელმწიფო არხები ამ საკაბელო იმაში, მაშინ ხელისუფლების ბრალი იქნება ეს და მისი ნება არის გამოხატული ასე შემთხვევაში. მდგომარეობაში ახლა რაღაცა დემოკრატიის მანტია აქვს მოხურული საქართველოს ხელისუფლებას და ამბობს, რომ იცით რა, მე როგორ შევზღუდავ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ კანონი ამას არ კრძალავს. კი ბატონო, მოდით ორი მსმენელია გიორგი, ბევრი მსმენელები რეკავენ და მოვუსმინოთ რომ არ ვალოდინოთ. გისმენთ საღამოშვიდობის. მოგესალმებით. გისმენთ. გაითიშა ერთი და მეორეა ხაზზე. გისმენთ, ეთერში ხართ. ალო. დიახ. ბატონო გიორგი, იქნება აგვიხსნათ თქვენ მაშინ ვინ აფინანსებს ჩვენთან არსებულ NGO-ებს იმასთან დაკავშირებით, რომ აპელირება გააკეთონ როგორც LGBT-ებზე, ასევე ერთსქესიან ქორწინებასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი გასხავს ევრაზიული კავშირის წისქვილზე წყალს და მით უმეტეს იმისა, რომ დღესდღეობით უკვე წესრიგში დგას იტალიაში იწყება გამოსვლები ზუსტად ერთსქესიან ქორწინებასთან დაკავშირებით, რომელიც აღიზიანებს იქაურ ტრადიციულ ღირებულებას. ესეც იტალიის შემდეგ, ეხლა ჩვენ შეიძლება მეორე არ ვიყოთ, ან მესამე, მაგრამ მეათე ხო მაინც ვიქნებით. რატომ ხდება ამისი პოპულარიზაცია? ეს ყველაფერი ხო აი მუშაობს, როგორც იტყვიან, ევრაზიული კავშირის სასარგებლოდ. არ თქვენი იძახით, რომ ვითომ არ გვაძალებენ, მაგრამ ეს სოდომ-გოდომური ღირებულება ჩვენთვის იქნება რაღაც კატასტროფა. კი ბატონო, მე მგონი ბატონო გიორგი კი საუბრა ნაწილობრივ, იგივე მსმენელია, რომელზეც თქვენ გააკეთეთ. რაც შეეხება ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ არასამთავრობო სექტორის დაფინანსება უნდა იყოს გამჭვირვალე. და ეს და აქედან გამომდინარე, სწორედაც რომ გამჭვირვალე დაფინანსების შემთხვევაში ძალიან ზუსტად გავიგებთ, ვის რა აფინანსებს და იგივე ის პრორუსული ორგანიზაციები რა ფორმით ფინანსდება. აი მაგალითად მე ვიზუალურად შემიძლია გითხრათ, ვიზუალური დაკვირვებით, რომ კონკრეტული
ორგანიზაცია, რომელსაც აქვს დეკლარირება, ყველა ვალდებულია რომ დეკლარაცია წარადგინოს, რომელსაც ოპერაციებს აწარმოებს თვის ბოლოს, ხო იმისი, ასე ვთქვათ, ოპერაციები რეალურად ადგილზე ბევრად მეტ ფულს მოითხოვს, ვიდრე ის აჩვენებს, მოდი ასე ვთქვათ, საგადასახადო ორგანოებს, ხო? სწორედ აი ეს უნდა იყოს რეაგირების საფუძველი და უნდა ასე ვთქვათ, შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ, რომ როდესაც ასე ვთქვათ, ფრთაგაშლილი მუშაობს რაღაცა ერეკლე მეორის საზოგადოება ან რომელიღაცა მსგავსი ორგანიზაცია და ის დეკლარირებას აკეთებს ნაკლებ თანხების, ხო აი სწორედ აი აქ არის ზაღლისთავი დამარხული. მოდით რეკლამაზე უნდა გავიდეთ, გიორგი, მსმენელს მოусმინოთ, კითხვა მოვისმინოთ და შემდეგ გავცეთ პასუხი მესამე ნაწილში გისმენთ საღამოშიდობის. საღამოშიდობისა გენაცვალ მისმენთ? კი ბატონო, გისმენთ რა თქმა უნდა. ახლა აი წინა გამოსპილესაც მოусმინე და ძალიან დიდად მენანება რომ ესე იგი ბოლო-ბოლო რა თქვია არ ზემოქმედებს როგორ შეიძლება რომ ესე იგი აი იმ LGBT ხელმძღვანელმა ესე იგი შეიტანა განცხადება რომ ესე იგი იუსტიციის სამინისტროში დაუკანონონ ეს დაკანონდეს საქართველოში ექსპრესიანთა ქორწინება. არ არის დასანანი გვედალოცულება ქრისტიანები ხო ვართ ხო და პატრიარქი ესე იგი წინა სადოში თითქოს იმის დაიცავით და ესე იგი მთელი გამოუხავით და რაღაცა ესეო და ესე იგი იმან ესე იგი უმანოდ იქცევა რა საპატრიარქო და რაღაცა. აი არის ყველაფერი ზემოქმედებს და აი რუსეთს ესე იგი 50 წელი ესეთი კანონებს ვერც არც ესე იგი დისკრიმინაცია, ანტიდისკრიმინაცია არანაირი როგორც ექსპრესიანთა ქორწინებას ხო ვისმენთ ამას არა? კარგით, გასაგებია, ანუ გასაგებია რაზეც საუბრობთ სვენელი მოდით ამაზე. არ გავაკეთებ რეაგირებას. თუმცა ერთი რამე მინდა თქვა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსში აღნიშნულია თუ რა არის ქორწინება, აქედან გამომდინარე ამაზე საუბარი განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს არ არის პირველადი საკითხი, ხო? საქართველოს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი უდგას დღეს. მაგრამ ეს საკითხი არ განიხილება ეხა ეს ასე ვთქვათ, ეკონომიკური მდგომარეობა, იგივე გაჭირვება, რომელიც ამ ქვეყანაში დგას, სხვა უამრავი საკითხი, ასე რომ მე ვერ ხვდები თუ არა რუსული პროპაგანდა, რატომ არის ეს საკითხი, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი საკითხების კუთვნილ. ხო, წამოწეული, მოდით რეკლამაზე გავიდეთ და რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით. Talk-show ქრონომეტრი. ეკავებ ხოძესთან ერთად. რადიო იმედზე. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში გადაცემის ბოლო ნაწილია საქართველოს განვითარების ფონდის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი გიორგი რუხაძე გახლავთ ჩვენი გადაცემის სტუმარი. მოკლედ საუბრობდით პროპაგანდაზე და გზებზე როგორ შეიძლება ამას დაუპირისპირდეთ. რამდენიმე თემა რომ არ დაგვრჩერს ასევე ნატო საქართველოს კომისიის ხდომაზე მინდა რომ კითხოს სტოლტენბერგის განცხადებებზე მავთან დაკავშირებით სხვათა შორის და შემდეგ თავდაცვის ministris პასუხზე როცა ჟურნალისტებმა კითხეს რომ მე არასდროს არ მომითხოვია მაპი მე ყოველთვის ვითხოვდი საქართველოს გაწევრიანებას ნატოში და ამას შემდეგ არაერთგვაროვანი შეფასებები მოყვა ექსპერტების მხრიდან. როგორ შეგიძლიათ ახსნათ თავდაცვის ministris ეს განცხადება და ზოგადად სტოლტენბერგის განცხადებებიც სხვათა შორის საინტერესო იყო? კი, სანამ ამაზე გადავალ ძალიან მოკლედ მინდა დაუბრუნდე იმას რა შეიძლება გაკეთდეს კიდე აი რუსული ინტერესების საწინააღმდეგოდ. კი ბატონო, ძალიან მოკლედ რა არის რუსული ინტერესი? მთავარია რომ ამის ანალიზი გაკეთდეს და კარგად დავინახოთ რა ცდილობს რუსეთი. რუსეთი ცდილობს პირველი, რომ საქართველო ვერ გახდეს ევროპული ოჯახის წევრი, მეორე საქართველო ვერ შედგეს როგორც დემოკრატიული, სრულად დემოკრატიული საზოგადოება და საქართველო დაამტკიცოს, მსოფლიოს დაამტკიცოს, რომ საქართველო თავისუფალ სამყაროს კი არ ეკუთვნის, არამედ ეკუთვნის საბჭოთა კავშირს კვლავაც და მის ქვეშ უნდა იყოს. ხო, აი ამისთვის მოქმედებს ის რეალურად, ხო? და ამას ყველაზე ძლიერს, რასაც საქართველოს ხელისუფლება დაუპირისპირებს, თუ მას მართლა აქვს ნება, რომ დაუპირისპირდეს ამ ყველაფერს, ეს არის რომ აი იგივე როგორ შეიძლება რამდენი ხანი გავიდა დღესაც ევროპულ რეგულაციებში, რა ქვია, დოკუმენტებში 8 პუნქტიდან, ან 10 პუნქტიდან 8 არის კრიტიკული. საკითხია სამართლის უზენაესობა, საკითხია სასამართლო, საკითხია სამართლიანი არჩევნები. აი ამ სპირალს უნდა გაცდეს ეს ხელისუფლება. ეს არის მისი აი მთავარი აი პოლიტიკური ამოცანა და რეალურად თუ ის გააკეთებს, ის დარჩება საქართველოს ისტორიაში ხელისუფლება, რომელმაც მართლა საქართველო გადაიყვანა ახალ ეტაპზე. და ეს იქნება ეს არის რაც ამ ხელისუფლებას მართლა შეუძლია გააკეთოს. სხვას ის მართლა ვერაფერს ვერ გააკეთებს. და ამის გაკეთება სჭირდება მხოლოდ პოლიტიკური ნება. და მერწმუნედ, როდესაც ევროპარლამენტის ასე ვთქვათ დოკუმენტებში გაქრება სამართლის
რუსეთის უზენაესობა როგორც პრობლემა. ეს იქნება ყველაზე დიდი თემა. ეხლაც მოხდა ეს თემა, ეხლაც იყო და ეს იქნება ყველაზე დიდი საპასუხო დარტყმა იგივე იმ რუსული პროპაგანდისა, რომ საქართველოს თავისი ცხოვრებით დაამტკიცებს იმას, რომ ის მართლა ეკუთვნის ევროპულ ოჯახს. ეხლა დაუბრუნდები. რა შეეხება მოდით მაპსთან დაკავშირებით რომ გამცეთ პასუხი და აი ხა საერთოდ მე მკაცრი არასდროს არ ვარ ხოლმე ადამიანების მიმართ, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ქალბატონი ხიდაშელის ეს განცხადება არის ნაციონალური მოძრაობისას თუ გახსოვთ მაპზე უკეთესის მიღების ისტორია. ხო, რომ მაპს ვერ ვიღებდით, მაგრამ გვიმტკიცებდნენ მუდმივ რეჟიმში, რომ მაპზე უკეთეს რაღაცას ვიღებდით. ვითხოვდით მაშინ მაპს ნამდვილად და ვერ ვიღებდით. დღესაც ვითხოვთ მაპს. ქალბატონი ხიდაშელი თავად ითხოვდა მაპს ძალიან კარგად მახსოვს მე როდესაც ის გახდა თავდაცვის მინისტრი ძალიან აგრესიული განცხადებები გააკეთა იგივე მაპთან მიმართებაში ეს ქართულ პრესაშიც გაზღერდა და უცხოურ პრესაშიც და მათ შორის BBC-ს hard talk-ში ასე რომ მოკლე მეხსიერება არავის არ აქვს ანუ და ის რომ მაპს არ ვითხოვთ და უკეთეს ვითხოვთ წევრობას ეს არის რბილად რო ვთქვათ დამაბნეველი განცხადება შეცდომაში შეყავს ქართული საზოგადოება და არასერიოზულად აღიქმება იგივე ნატოს ასე ვთქვათ ლიდერშიპში და ნატოს წევრი ქვეყნების ხელისუფლებაში იქიდან გამომდინარე რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დეკლარაციიდან წერია შავით თეთრზე რომ მაპი არის აუცილებელი ფაზა წევრობამდე, რომელიც უნდა გაიაროს საქართველოს ნატოში გაწერენების შეძლებს საჭირო კონსენსუსის მიღწევა მაპთან დაკავშირებით ეს. ანუ მოდი ასე ვთქვათ რა, არასერიოზულია ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ამაზე ლაპარაკი, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, საკუთარი თავის თუ ასეთი არსებობს შეცდომაში შეყვანა და იმის მტკიცება, რომ თუნდაც საქართველოს მაპი არ ჭირდება, გადავახტებით, შემოვლით ვთქვი გენერალური მდივანი ნატოსი ამბობს რომ საჭიროა ბატონი აფატურაი ამბობს რომ საჭიროა ანგელა მერკელი ამბობს რომ საჭიროა ყველა დოკუმენტი წერია რომ საჭიროა საქართველოს ასრულებს თუ არა ყველა იმ გეგმას რაც თქვათ რა უნდა გააკეთოს საქართველოს ამას ამბობთ თავდაცვის მინისტრის ამბობს რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ანუ სამუშაოები სრულდება ის რომ მივიდეთ თქვათ იგივე მაპამ ეს ძალიან კარგია მაგრამ კიდევ ერთხელ ამბობ უნდა დავასრულოთ ამაზე ლაპარაკი ჭირდება თუ არ ჭირდება საქართველოს მაპი. ნატო საქართველოს კომისიის ხდომაზე სწორედ აღნიშნა ეს მიღწევები, რაც აქვს საქართველოს ამ კუთხით. ანუ საქართველოს ხელისუფლებამ ამაზე აღარ უნდა ილაპარაკოს. საქართველოს უნდა მიიღოს მაპი და შემდეგ უნდა მიიღოს წევრობა. ასეა ეს. ახლა რა შეიძლება გააკეთოს საქართველოს იმისთვის, რომ ამ გზაზე არ შენელდეს სვლა და იაროს მწყობრად პირველი. მაპი არის თავისი არსით ინსტრუმენტების ერთობლიობა, რომელიც წევრმა ქვეყანამ უნდა შეასრულოს იმისათვის, რომ დაუახლოვდეს სტანდარტებს ნატოს წევრობისას. ანუ საქართველოს უნდა მოითხოვოს ინდივიდუალურ რეჟიმში ის ინსტრუმენტები, რომელსაც მაპი შეიცავს და წინ სწრებად შეასრულოს, მანამ სანამ მაპზე მოხდება კონსენსუსი. ეს ერთი, რაც უნდა გააკეთოს და ნაწილობრივ ამას აკეთებს კიდევაც საქართველოს. მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ თავი უნდა დაანებოს საქართველოს პირველმა პირებმა მოდი ასე ვთქვათ ნატოს მაღალჩინოსნებზე შეტევას, არც გენერალური მდივანი, არც მისი მოადგილე არ იღებს გადაწყვეტილებას ვინ შევა ნატოში და ვინ არ შევა. ნატოში და მაპზე და ნატოს წევრობაზე გადაწყვეტილებას იღებენ წევრი სახელმწიფოები. ვიცით ხო ვინ ეწინააღმდეგება საქართველოსთვის მაპის მონიჭებას. ეს არის გერმანია, ეს არის საფრანგეთი და დანარჩენ რამოდენიმე ქვეყანა, რომელიც ნეიტრალურ მდგომარეობაში. ამოცანა არის შემდეგი საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ ზეწოლა უნდა გააძლიეროს ბერლინზე და პარიზზე. ვისი დახმარებით? ვაშინგტონის დახმარებით, ვარშავის დახმარებით, ლონდონის დახმარებით, ბალტიისპირეთის დედაქალაქების დახმარებით და რაც მთავარია, ანკარას დახმარებით. ხო? ეს ყველაფერი დინამიური პროცესია და ის დინამიკა, რომელიც ხდება დღეს ევროპაში, რაც მიმდინარეობს, საქართველოს საკუთარი ინტერესებისთვის უნდა გამოიყენოს. როგორ? დღეს არავინ არ არის ისე დაინტერესებული ნატოს გაფართოების რუსეთის საზღვრებისკენ, როგორც თურქეთი. იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან დაძაბული ურთიერთობა აქვს რუსეთთან.
ბოლოს აი რომელი ვიზიტი გახსოვთ თურქეთში, აი ბოლო 2-3 თვის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების პირველი პირების მხრიდან. განცხადებაც კი არ გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ. საერთოდ არაფერი არ უთქვამს თვითმფრინავის ჩამოგდებას. იმის ნაცვლად რომ ხარაც შუალედური პოზიცია იყო. და აქედან გამომდინარე და დავაკვირდეთ რა ხდება მეორეს მხრივ ასევე თურქეთშია ტოლვილების პრობლემის გასაღები, ხო? დასავლეთში იგივე გერმანია ძალიან ბევრ რამეზე მზად არის რომ უკან დაიხიოს იმისთვის რომ თურქეთმა შეაკავოს ეს. საქართველოს აი ამ ჯაჭვში უნდა ჩაჯდეს და იგივე თურქეთის მხარდაჭერა უნდა გამოიყენოს ახლა იმისთვის რომ იგივე გერმანია გადაარწმუნოს, იგივე საფრანგეთი. თუ საქართველოს დინამიურად არ იმოქმედა და თუ არ შეიგრძნო რა ხდება ეს ფანჯარა რომელიც ხა იღება და იკეთება როგორც ბალტიისპირეთმა მოახერხა ამის გამოყენება, როგორც ცენტრალური ევროპის ქვეყნებმა მოახერხეს ამ ყველაფრის გამოყენება, საქართველოსაც უნდა დინამიურად იმოქმედოს. საქართველოს ხელისუფლების პრობლემა რა არის? რომ ის დგას პასიურ მდგომარეობაში და მოლოდინის რეჟიმშია, რასაც მისცემს სიტყვაზე ნატოს გენერალური მდივანი და ეტყვის რომ აი არსებითი პაკეტი მოდი ახლა ეს გავაკეთოთ, აკეთებენ იმას. ეს უნდა გააკეთო, მაგრამ პარალელურად შენ უნდა შექმნა დინამიური პროცესი. მოიხმარო მთელი ეს გეოპოლიტიკა იმისთვის, რომ დადგეს დღე, როდესაც გერმანიის კანცლერი იქნება თუ საფრანგეთის პრეზიდენტი იტყვის რომ მოდი შევთანხმდეთ მაპზე და ასევე საქართველოს უნდა დაამტკიცოს ერთი რამ. საქართველოს ალიანსის წევრობა რითი იქნება, რითი გააძლიერებს ალიანსს და არა რითი დაასუსტებს ალიანსს. აი ეს არის მთავარი პრობლემა და მთელი ყურადღება აი აქეთ უნდა წავიდეს და არა იქით რომ ვიღაცას უმტკიცოთ რომ მაპს გადავახტებით და მაპი არ გვჭირდება. არასერიოზული 1999 წლის შემდეგ ვინც გახდა ნატოს წევრი, ყველამ გაიარა მაპი. რატო ვისაც აქვს მაპი ფოტოშორის ის ნატოს წევრი არის, რამდენიმე ქვეყანაა თუ არ ვწდები? ყველა ერთის გარდა. მაპი ვისაც აქვს რომელიც არ არის ჯერ წევრი, რატო ძალიან დიდი ხანი გავიდა მაშინ. მაპს რატო აქვს პოლიტიკური დატვირთვა, რატო შეიძინა პოლიტიკური თავისი არსით მაპი არის წმინდა ტექნიკური რაღაცა. მაგრამ პოლიტიკური დატვირთვა შეიძინა მას შემდეგ, რაც დავინახეთ ერთი რამ, ისტორიამ დაამტკიცა რომ ყველა ის ქვეყანა რომელიც იღებს მაპს ის ხდება ალიანსის წევრი, ეს არის უბრალოდ დროის საკითხი. ეს იქნება 4 წელი, ეს იქნება 2 წელი. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც მაპის შემდეგ ჯერ კიდევ ვერ გახდა ალიანსის წევრი, ეს არის მაკედონია. და რომელზეც ხოთო საუბრობდა თავდაცვის. მიზეზი არის სრულიად სხვა და არა ის, რომ ვიღაცას რუსეთის ეშინია ან რაღაცა. ეს არის სახელთან დაკავშირებული პრობლემა საბერძნეთთან და მე მაქვს ინფორმაცია, რომ უახლოეს 2 წელიწადში ეს ამბავი უკვე გვარდება და შემდეგი წევრი იქნება უკვე მაკედონია. კი ბატონო. და ბოლოს მინდა კითხოთ ირანთან სავიზო რეჟიმის გაუქმების თემაზე რა აზრის ხართ, იმიტომ რომ თავის დროზე როდესაც სავიზო რეჟიმი იქნა შემოღებული, მაშინ ძალიან ისეთი არასასემნო საუბრები იყო და ბევრი პრობლემა იქნა ამ კუთხით დანახული და შემდეგ უკვე ვაუქმებთ და ეხაც სხვათა შორის გაუქმებასთან დაკავშირებით იყო არაერთგვაროვანი რაღაცა მოსაზრებები, თუმცა ბევრი ამბობს რომ ეს ეკონომიკურ თანამშრომლობას, იგივე ტურისტების შემოდინებას, თუმცა არის საუბარი საფრთხებზეც. გეჩვენებათ რომ თქვათ გაუქმება ირანთან სავიზო რეჟიმის ეს უკეთესი იქნება საქართველოსთვის ვიდრე უარეს. მე მიმაჩნია რომ ეს არის მართებული ნაბიჯი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. ამის გამბედაობა ბევრად ადრე უნდა ქონოდა საქართველოს ხელისუფლებას და მე ვიტყვი რომ საერთოდაც არ უნდა გაეუქმებინა უიზომი მოსვლა ირანთან, იქიდან გამომდინარე რომ თუ კი დინამიკას დააკვირდებით ტურისტების ზრდის, მაგალითად 2012 წელს საქართველოში შემოვიდა 90000 ირანელი ტურისტი. 2015 წელს ეს იყო 25000. ანუ 65000 ადამიანი დავკარგეთ როგორც ტურისტი. ეხლა გადაამრავლეთ ეს ყველაფერი და მიიღებთ რამდენიმე შეიძლება 100 მილიონი დოლარი დანაკარგი. ვიღაცამ ხო ამაზე პასუხი უნდა აგოს. არაფრით არ შეიძლება რომ თქვათ რომ აი შეცდომა დაუშვა ხელისუფლებამ და საქართველოს დაკარგა რამდენიმე 100 მილიონი დოლარი. ეხლა ინვესტიციებზე არაფერს აღარ ვლაპარაკობ და ვაჭრობის სიხშირეზე და სხვა ყველაფერზე იმოქმედა ამ ყველაფერი. თუმცა საფრთხებთან მქონდა საქმე. მიზეზი რატომაც ეს გააკეთა საქართველოს, ერთადერთი მიზეზი რომელიც მე მოვისმინე იყო ქალბატონი იუსტიციის ministrისგან, რომ ეს თურმე არის მოთხოვნა ევროკავშირის მხრიდან ვიზა ლიბერალიზაციისთვის მოსამზადებლად. ეხლა ვიზა ლიბერალიზაცია საქართველოს არ მიუღია ჯერ. ეხლა მე ვეკითხები უკან იუსტიციის ministrს, თუ მაშინ იყო მოთხოვნა, დღეს რატომ აღარ არის მოთხოვნა, ხო? არასერიოზულია ასეთი დამოკიდებულება. ეხლა მომავალი რას გვიჩვენებს? საფრთხეები რაღაცა დოზით შეიძლება მოდიოდეს, მაგრამ
ის სარგებელი, რასაც საქართველოს მიიღებს უვიზო მიმოსვლით ირანთან და მინდა შეგახსენოთ, რომ ირანი ძალიან დიდი ქვეყანაა. 79 მილიონი ადამიანი ცხოვრობს ამ ქვეყანაში. ერთი ირანელი საშუალო თითქმის ორჯერ უფრო მდიდარია, ვიდრე ერთი ქართველი. ჩათვალეთ, რომ ეს არის სანქციების პირობებში. სანქციები მოხსნილია, კიდევ უფრო გამდიდრდებიან ეს ხალხი და მე ამ ფულს და ამ ინვესტიციას, ამ ყველაფერს დახარჯავენ საქართველოს, იმიტომ რომ საქართველოს სულ რაღაც 1000 კილომეტრია თუ არ ვცდები საქართველოს საზღვრიდან ირანის საზღვრამდე. და რაც მთავარი არის უდიდესი ენერგეტიკული პოტენციალი, რომელიც საქართველოს გააძლიერებს და სწორედ ამ მიმართულებით უნდა იმუშაოს საქართველოს ხელისუფლება. ორი მთავარი პროექტი, რომლისთვისაც უნდა იბრძოლოს, ეს არის ის, რომ ირანი გახადოს შაჰდენიზი 2-ის პროექტის ნაწილი, რაც ნიშნავს იმას, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგეტიკული დერეფანი უნდა აიწოოს ირანის გაზი და სწორედ აზერბაიჯანის შემდეგ საქართველოს შემდეგ თურქეთის გავლით გავიდეს ეს ყველაფერი ევროკავშირში და არა რუსეთის გავლით. აი რუსეთი აქ ძალიან აგრესიული იქნება. ერთი და მეორე 2016 წელს სრულდება ირანი აზერბაიჯანის რკინიგზის მშენებლობა. როდესაც ირანი აზერბაიჯანს დაუკავშირდება რკინიგზით, ის ამით უკავშირდება რუსეთს, იმიტომ რომ აზერბაიჯანი რუსეთთან რკინიგზით არის დაკავშირებული, ასევე საქართველოს და უკვე შავი ზღვის პორტების გავლით უკრაინას და შემდეგ უკვე ევროკავშირს. ამოცანა უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლების, იგივე თურქეთთან და აზერბაიჯანთან ერთად, რომ ირანი გახადონ ეგრეთ წოდებული Silk Road-ი დამოიწყდა ქართულად, რა ქვია, აბრეშუმის გზის ნაწილი. იქიდან გამომდინარე, რომ როგორც თქვი, ირანი 79 მილიონია, მაგრამ ირანთან პირდაპირ არის დაკავშირებული პაკისტანი, ავღანეთი და ინდოეთი. აი ხო წარმოგიდგენთ, რამხელა პოტენცია ჩნდება თუ ამას მიზანმიმართულებს გამოიყენებს საქართველოს და თუ იქნება პროაქტიული და არ შეეშინდება რუსეთის ინტერესებს, იმიტომ რომ რუსეთი ამის წინააღმდეგ აუცილებლად წავა. კი ბატონო, და ბოლო კითხვა მინდა, აი ძალიან მოკლედ რომ მიპასუხოთ, ახალი პრემიერ-მინისტრი ყავს, ნუ ახალიც აღარ არის, მაგრამ ძალიან საინტერესო გასვლები ბრიუსელში გქონდა და ასე შემდეგ და მინდა შეაფასოთ, აი წინა ხელისუფლების თქვა წინა პრემიერის დროს სულ იყო საუბარი, რომ მას არ აქვს რესურსი, მას არ შეუძლია აი მოლაპარაკებებში ჩართო და ჩვენ საუბრობთ დასავლეთ ურთიერთობებში ხედავთ თუ არა კვირიკაშვილის მთავრობაში ამ პოტენციალს, აი რაზეც თქვენ საუბრობდით, რომ უნდა გააძლიერონ რაღაცნაირად დასავლეთში თავიანთი ფრთა და ეს მოახერხონ. პიროვნულად კვირიკაშვილთან ნამდვილად არანაირი პრობლემა არ მაქვს, მიმაჩნია, რომ ის ბევრად უფრო კონსტრუქციული, გამოცდილი ადამიანია და ეს ეთყობა კიდევაც დღეს საქართველოს პოლიტიკას, მაგრამ სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ ანუ იქიდან გამომდინარე, რომ დარჩენილი არჩევნებამდე 8 თვე, ეს არ არის საკმარისი დრო იმისათვის, რომ რაიმე რადიკალურად შეიცვალოს და იგივე დაკარგული 4 წლის სამწლინახევრის შემდეგ 8 თვე არ არის ის პერიოდი, რითაც შენ თავიდან ააშენებ დასავლეთთან იმ ურთიერთობებს, რომელიც ჩემი აზრით დაზიანდა ამ ხნის განმავლობაში და პირდაპირ გულწრფელად გეტყვით, მიმაჩნია, რომ არსებულმა ხელისუფლებამ ამოწურა თავისი რესურსი. მას ის ვერაფერ ღირებულს ვეღარ გააკეთებს. იქიდან გამომდინარე, რომ აი ფუნქციონალურადაც მისი მთავარი ამოცანა ეფექტურობა არასდროს არ ყოფილა. მისი მთავარი ამოცანა ყოველთვის იყო, რომ შეეცვალა სააკაშვილის ხელისუფლება არჩევნებით, მან ეს გააკეთა და საქართველოს მიეყვანა კანონის უზენაესობის, დემოკრატიისა და ასე ვთქვათ, ევროპული ტიპის სახელმწიფო საზღვრებამდე. აი ეს უნდა გაეკეთებინა მას და აი რაც ნაწილობრივ შეძლო, ანუ არჩევნებით ხელისუფლების ცვლა იყო ძალიან დიდი მიღწევა, თუმცა ანუ 4 წლის თავზე ევროპულ რეზოლუციებში იგივე ტიპის პრობლემები ტივტივებს, რაც ტივტივდება 5 წლის წინ. აი ეს შეეძლო ამ ხელისუფლებას გაეკეთებინა და ის ისტორიაში დარჩებოდა როგორც საეტაპო ძალიან მნიშვნელოვანი ხელისუფლება. სამწუხაროდ ეს არის მე მართლა მინდა რომ 8 თვეში ეს ყველაფერი მოხდეს, მაგრამ არჩევნებია და არჩევნების რა სიტყვის ნახოთ, ხა არჩევნების თემას უბრალოდ ვეღარ შევეხეთ სამწუხაროდ ამის რომ აღარ დაგვრჩა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ რომ მოვწადეთ ჩვენთან სტუდიაში საქართველოს განვითარების ფონდის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი გიორგი რუხაძე საუბრობდა. მე მომდენო პარასკევს შეგხვდებით. საინფორმაციო გამოშვება გელოდებათ რამდენიმე წუთში, დარჩით FM 105.9-ზე და გვისმინეთ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. დროა გავიგოთ. დროა ვიმსჯელოთ. დროა მივიღოთ პასუხები. Talk show ქრონომეტრი. ეკავე ფუძესთან ერთად. რადიო იმედზე.